imam Kulieva, eşkolsun. Ahmet Kulieva, eşkolsun. Ahmet bizim kanteperimizdi. İnşallah. ძალიან თხოვ ყველას მედიას ყველას და იგივე ჩვენი გვერდზე ეს არის ჩვენი ხალხი მარტო აზერბაიჯანი ქართული ყველა ერთად შუა საუკუნეებიდან ფეოდალურ ეპოქაში გადავიდა ეს ქვეყანა რო საჩუქრები რაიონში ჩასულ ჰაკიმ-ფაშა საჩუქარი რომ მოუტანო ჩამოსულია დღეს გვემოქართში და საჩუქრად მიუტანეს ახმედ იმამკულიევის მოხსნის საკითხი. მართა უკვე ყველაფერი საზღვარს გადავიდა. სიმამრი მისი დადის და 51 მწვადს ახვედრებენ. აქ ეხა ცოცხალი ადამიანის თავი შეწირეთ, მაგრამ ცხელს შეწირვა თუ შუა საუკუნეებში დაუბრუნდით? ეს არის ადამიანი, რომელიც არის თხემი ტერფამდე ქართველი ადამიანი. ამ რაიონის მკვიდრი, ამ რაიონის მოყვარული. ეს არის ახალი თაობის პოლიტიკოსი. და აი ასეთებზე და ის ვინც აკავს ოცნებას შევარდნაძის დროინდელი კგბ-ს თანამშრომელია რომ იცოდეს საზოგადოება რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ რაიონთან და უნდა დამთავრდეს უშიშროების ხელის ფათური ამას ყველას ამაზე უპასუხეთ და თქვენი აზრით რა არის მოტივი რაზე არანაირი ეგეთი რაღაცები არ მოხდა მე ყოველთვის ცხოვრობდი მარნეულში ანუ საქართველოში ვარ საქართველოს მოქალაქე უბრალოდ ბიზნესის გამო წასული ვიყავი ჩინეთში ჩავედი ერთხელ ყაზახეთში და ესე შემდეგ ანუ მე ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხო როგორც იცით აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ნათესავები ყავს ვიყავი აზერბაიჯანში ქორწილში ჩასული ვიყავი აზერბაიჯანში გასვენებაში ჩასული და ეს თუ თნის ჩვენ ხელს რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა ესე იგი დღევანდელი ხელისუფლება имас აკეთებს რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს საქართველოში за справедливость сегодняшних чтобы в сегодняшних выборах была всего лишь справедливость и будем уважать я отсюда хочу высказать свое мнение сегодняшней власти которая находится во главе государства дайте народу избрать своего лидера в каждом регионе в каждом городе и не нужно провоцировать никого. Ни мы не пойдем ни на какие провокации.